Საცხობებისა და საშაურმეების შემოწმება დედაქალაქში კონტროლის დროს დღეს აღმოჩნდა, რომ მცირე ზომის კვების ობიექტები რეგისტრაციას საერთოდ არ გადიან იმ იმედით, რომ დაურეგისტრირებებს ხარისხის კონტროლისთვის არავინ მიაკითხავს. Ცხვრიანი ცდილობდა გაერკვია, როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი ხარისხიან შაურმას მიირთმევს თუ არა. ნახოთ ეს საერთოდ შესაძლებელია თუ არა. Ჩამეულ შედურო ხშირად ჩავს. არ უყურებ ხარისხსა, თორსა მშივა. ჩემი აზრით არ არის ხარისხიანი, ამიტომ არ უყურებ ხოლმე. ქუჩაში ჭამა არ მიყვარს და თან ხარისხით ალბათ განსაზღვროთ ნამდვილად. არ ვენდობი, ხო, არ ვენდობი. არ ვენდობ ხშირად, იმიტომ რომ ხარისხს არ ვენდობი. საცხობებსა და საშაურმეებში დამზადებული პროდუქტის ხარისხს სურსათის ეროვნული სააგენტო ჯერჯერობით სრულად ვერ აკონტროლებს. სააგენტოს თანამშრომლები გვირჩევენ პროდუქტის შეძენამდე კვების ობიექტი მომხმარებელმა ვიზუალურად შეაფასოს. მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიზუალურად შეაფასოს ობიექტი, რომელშიც ის შეიძენს ამ პროდუქტს. რა თქმა უნდა, გაითვალისწინოს მისი რეალიზაციის, შენახვის პირობები, ვადები, ეტიკეტირების წესი, მხოლოდ ასე შეუძლია მას გააკონტროლოს. სურსათის ეროვნული სააგენტო ინდმეწარმეებს ბიზნეს ოპერატორებად დარეგისტრირებას თხოვს. სააგენტოში ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში წარმოებული პროდუქტის ხარისხი ვერ გაკონტროლდება. დაურეგისტრირებელი მცირე ობიექტი კი დედაქალაქში მაინც ბევრია. ინვენტარის დარეგისტრირება აუცილებლობას წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად განხორციელდეს მასზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონტროლი, ჩატარდეს ინსპექტირება, სახელმწიფო კონტროლი და მუდმივი კონტროლი გაეწიოს მის მიერ დამზადებულ პროდუქციას. 2 წელიწადია ჩვენ აქ ვამუშავებ და ნამდვილად არ ქონია არანაირი არც გაფრთხილება, არც საგადასახადოდან არავის არ უთქვია, რომ ეს უნდა აგვეღო ჩვენ ეს ხობა. რა თქმა უნდა გავასაჩვენო. დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ლარით კვების რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა. მიზეზი სწორედ რეგისტრაციის არ ქონა იყო. მონიტორინგისას სააგენტოს წარმომადგენლებმა სანიტარიული დარღვევებიც დააფიქსირეს, თუმცა რეაგირების უფლება ამ ეტაპზე არ ჰქონდათ. მათი თქმით, ხარისხის შემოწმება მხოლოდ ბიზნეს ოპერატორებთან ხდება. ამ სტატუსის გარეშე კი ჯერ კიდევ ბევრი ობიექტია.